гортанобесие. Знаешь, что гортанобесие? Это услаждение пищи. Чревобесие – это объедение. Гортанобесие, когда ищет человек повкуснее, соловьиных язычков. И вот они говорят, чревобесие понятно. Тут человек теряет, способность и хорошо и мыслить, и действовать, так сказать, это омрачает. Но гортанобесие тут при чем? И вот они обращаются к папе, вы подумайте только. Сразу, из этого обращения сразу видно представление о папе. Как об оракуле, как авторитете, как непогрешимом. Так вычеркнуть из перечня грехов гортанобесие. Правда, я не знаю последствий. Я не сомневаюсь, что папа не пойдет на это, чтобы вычеркнуть. Да. Дело-то не в этом. Как смотрят на папу. И уже давным-давно. Ძალიან პოპულარულები არიან ისინი ხალხში. საზოგადოებაში, მედიაში ხშირად ჩნდებიან, ხო? ის რომ ასე ვთქვათ, მათ აქვთ ისინი არიან ასოცირებული ძალაუფლებასთან, ასე ვთქვათ, დომინირებენ ისინი. თუმცა რუსეთი რახან დიდია. მასშტაბებით დიდია, იქ რა თქმა უნდა არის ლიბერალური სექტორები და საერთოდ თუ შევადაროთ ქართულ სიტუაციას, ალბათ მაინც გარკვეული პროტესტის გრძნობა აი ამ ობსკურანტიზმის მიმართ უფრო დიდია რუსეთში ვიდრე ჩვენში. ალბათ იმიტომ რუსეთი დიდია. შედარება არ შეიძლება. თვითონ რუსულ ეკლესიაშიც კი არის პატარა, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ითქვას, ძალიან პატარა მიკროსკოპული, მაგრამ არის ნათელი წერტილები. საერთოდ იცით თუ მართლმადიდებელ სამყაროს ავიღეთ სამწუხაროდ, მართლმადიდებელ ეკლესიებში თუ ხდება კონფლიქტები, ეს არ არის, თქვათ, მემარჯვენე და მემარცხენე მიმდინარეობებს შორის, ან კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის. იმიტომ რომ, თქვათ, კონფლიქტი რომ მოხდეს, ორივე მხარე უნდა არსებობდეს. მეორე მხარე გნებავთ უმცირესობაში იყოს, მაგრამ რაღაც ზომით უნდა არსებობდეს, მაგრამ საერთოდ მართლმადიდებლურ წიაღში ასე არ ხდება და თუ კონფლიქტი ხდება კონსერვატორებს და უფრო კონსერვატორებს შორის. ანუ ობსკურანტები და უფრო მეტად ობსკურანტები ებრძვიან ერთმანეთს სამწუხაროდ და აი აქ ასეთი მომენტია. აი თუ ჩვენ ვიტყვით აი პოლიტიკური მართლმადიდებლობის გავლენას, აქ მნიშვნელოვანი საკითხია აპოკალიფტური ისტერია. მე პირდაპირ დავარქვენ მეორედ მოსვლა, ანტიქრისტეს მოსვლა, შემდეგ სამყაროს აღსასრული. 2013 წელშიო ესა მეცნიერული ახსნა და რა თქმა უნდა ეს ემთხვევა მამათა წინასწარმეტყველებებს, რომ მზეზე მოხდება დიდი აფეთქებები და მაგნიტური ველი მოიცავს მთელ კაცობრიობას. და მაგნიტური ველის გავრცობით მთელ კაცობრიობაზე დაიკარგება ყველანაირი ელექტროკომუნიკაციები. ელექტროაპარატები, ყველაფერი გაითიშება. ტელევიზორი, წყობრიდან გამოვა ელექტროდენი და აი ამ დროს ეს მაგნიტური ველი ადამიანების გონებაზე ცუდად იმოქმედებს და კაცობრიობის ნახევარი გადიждდება. გონება აიხდებათ. ემოციური ადამიანები, ფსიქიურად დაავადებული და მიდრეკილები ამისკენ ძალიან სერიოზულად დაავადებიან და ჩვენ ვნახავთ ძალიან ბევრ შეშლილ ადამიანს. ეს მარტო რიგით ადამიანებში კი არა. ასეთ შეიძლება პრეზიდენტი გახდეს, პრემიერი გახდეს, მეფე, დედოფალი და რა დარჩა 2 წელიწადი სულ. 2 წელიწადი. ეს არის მეცნიერული ახსნა, მეცნიერები ჩვენ დონეზე კი არა, საქართველოში კი არ არიან ეს მეცნიერები, სოფლიო დონის მეცნიერები აი ამას ვარაუდობენ. და ვინ გაუძლებს ასეთ დიდ განსაცდელს? ვინ გაუძლებს? და ნამდვილად აი სწორედ ასეთი გონების ადამიანები და პრეზიდენტები და ხელისუფლანი დაიწყებენ მესამე მსოფლიო ომს. მათთვის უკვე არაფერი აღარ იქნება. მისი უწმინდესობა ხშირად ახსენებს, რომ ძალიან ბევრი იარაღია მსოფლიოში დაგროვილი. ეს იარაღი რო აფეთქდეს 19 გზის მოსპობს სიცოცხლეს დედამიწაზე. 19 გზის რა საჭიროა ერთხელაც რომ მოისპოს დამთავრდება ყველაფერი. აი სწორედ უგუნურებაც ამაში მდგომარეობს ხელისუფალთან. რომელნი დაკარგავენ საღვთო მათს
უმრავლესობა მათგანი ურწმუნო არის. ჩვენ არ ვიცით აი მსოფლიოში მართლმადიდებელ ქვეყნებშიც კი მორწმუნე პრეზიდენტი, რომ ეკლესიური იყოს, ყავდეს მოწვარი და ღვთისმოშიშება გააჩნდეს. ესეთები იშვიათები არიან. აი სწორედ ჩვენ ველოდება ასეთი მდგომარეობა. აქ ხდება ესე იგი ამ ისტერიის გაღვივება, რომ ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ამ მეორედ მოსვლის პერიოდში, ანტიქრისტე უნდა მოვიდეს დღესხვალ, უნდა გვეშინოდეს, ნუ აქ შემოდის ესეთი უკვე თქვენ ბოდვა უწოდეთ, მაგრამ ნუ აშკარად ეფექტური მომენტები, როგორიც არის ბიომეტრიული პასპორტების შიში, ID ბარათების, ასე შემდეგ. ჩვენ ამოგვირჩია სადღაც საქართველოს, არ ვიცი, ყველაფერი ექსპერიმენტი ჩვენთან ტარდება. ჯერ მიყვოდა ეს ჩიპების თემა, ყველასთვის კარგად ცნობილი თემა, რომ ეს არის ეშმაკის საბოლოო მიზანი, ეს არის რომ ყველა მიიღოს ეშმაკის ბეჭედი მარჯვენა შუბლზე და ხელზე ჩიპები. ამას შეიძლება თვითონ ჩიპებმა სხვადასხვა ფორმები მიიღონ, დაიხვეწოს, დახვეწონ უпростоრედ ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა. მაგრამ მიზანი და შინაარსი ერთი და იგივე დარჩება, ვინც მიიღებს ამ ჩიპს მარჯვენა შუბლზე და ხელზე, ის მიიღებს ეშმაკის ბეჭედს და წავა ჯოჯოხეთში. დღევანდელი თავშეყრის მიზეზი ეს არის პირველი კანონი, რომელიც მიიღო ჩვენმა პარლამენტმა. ეს პარლამენტის კანონი ეს არის ღალატი და ამ ღალატს ისინი ეძახიან დემოკრატიას. მაგათ დემოკრატიას მე კი ვიძახი დემონოკრატიას, იმიტომ რომ დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას. ესენი კი ხალხისგან არ იმართებენ, ესენი დემონისგან იმართებიან. ნუ მივიღეთ გამოწვევა, კი ბატონო. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, არც ოპოზიცია, არც პოლიტიკურ ორგანიზაციებს ვთხოვ დახმარებას და პირიქით ყველას ვთხოვ აქ დამსწრე საზოგადოებას, არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს იქნება თუ ორგანიზაციას, ნუ გააყარებენ მიკროფონს იქ, სადაც გამოჩნდება სამდელოება და იმ საქმეებში, რომელშიც ეკლესია იქნება მოთავე. ჩვენ არ გვჭირდება იმ ხალხის მასოვნებას, ქართული ხალხის ისტორია, კულტურა, ტრადიციები გაყიდეს ფულზე და საშოვარზე. არ გვჭირდება. ჩვენ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი მრევლის და რა თქმა უნდა პირველ რიგში უფლის ზალით დედამფშობლის ღალობით. მერტი ფაროდეთ უყველას. ყველამ გაიგოს. მინდა კიდე უთხრა ეს გავა ხო ტელევიზიაში. ყველამ 70 დეპუტატს გადასცეთ პირდაპირ, რომ ჩემ ერთმა მეგობარმა მგდელმა 70-ვე დეპუტატი დასწყევლა ამბიონიდან. არა ჩუმად სადაც კუთხეში და მიხეულში, ამბიონიდან. უბრალოდ ჩვენ ჯერ თავი შევიკავეთ, ვაძლევ დროს კიდე მოიფიქრონ და წაიღონ უკან თავინთ ეს კანონი, არ წაიღებენ მთელი სამდელოობა, სიტყვას ვაძლევ დასწყევლის და წაიკითხონ მე მაგათმა შვილებმა და შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა, თუ წაიკითხავენ, თუ იარსებებენ, თუ მათი გვარი შეძლებს რომ გაგრძელდეს ამ დედამიწაზე, ის წყევლა, რომელიც მათ მოუწეს თავის თავს. წაიკითხონ 70-ვემ ის რაც დაიდობა მალე საინფორმაციო სასწავლებლებში წყევლის ის ტექსტი, რომელიც მათ მოუვათ. 3-ვემ, თუ 70-ვემ, ვინც იგიხო, და ვინც ხელი მისცა ამ კანონს. ეს იქნება ჩვენი პასუხი. კიდე დაიმახსოვრეთ ერთი რაღაცა. ნოე ჟორდანია, პირველი პრეზიდენტი, რომელსაც უარი უთხრა საქართველოს ეკლესიას, რომ მესთვის ელოცა, რაც გინდათ ის გიქნიათო, ესეთი იყო მაგის პასუხი. დიდხანს არ დარჩენილა საქართველოში. და დიდი ეჭვმარება კიდე რომ კაცი რომელზეც ქართული ეკლესია არ ლოცულობს, არ ულოცია 64 იხილა. იმიტომაც არ იღიზა ქართულ მუზეუმში დასაფლავება და იქნება მათ მაგდებული საბერძნეთში, თუ სადა საფრანგეთში. საფრანგეთში. როგორ წარგია მონაზონი? დენ მონაზონი კონსტანტინე, სამების ლავრის დელსახური. ეს მორჩილებისთვის კეთდება, ხო? ან რისთვის კეთდება ეს შიშები, რატო ვრცელდება ასე ძალიან, რომ დავმორჩილდეთ ამ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის დასავლეთის და ლიბერალური დემოკრატიის დემონიზაცია ერთის მხრიდან, მეორე მხრიდან წინ წამოწევა რუსეთის. და ახლა მინდა ერთ საინტერესო საკითხზე გითხრათ, ეს არის კატეხონის საკითხი. ხა რა არის კატეხონი? ერთი-ორი სიტყვით ვიტყვი. კი ბატონო. კატეხონი ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით შემაკავებელი. მოციქული პავლე თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში წერს, რომ დიახ, ძმანო, ურჯულოება უკვე მოქმედებაში, ანუ ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდის მომზადება უკვე მიმდინარეობს, მაგრამ ანტიქრისტე ვერ მოვა, ამბობს პავლე, სანამ ამ ქვეყანაზე არის შემაკავებელი. აი, ბერძნულად დაახლოებით ასე ჟღერს ეს ციტატა monon o katechon arti eos ekmesu genite. Ძველქართულად არის რომელსა ესე უპყრიეს აწ. ვინმე ვიდრე განვიდოდეს შორად. ანუ
ჩემი სიტყვებით ვიტყვი ახალ ქართულად, რომ ეს უჯულოება ანტიქრისტეს მოსვლის მომზადება მიმდინარეობს, მაგრამ არის რაღაცა, ძალა, რომელსაც ქვია კატეხონი, რომელიც ამას აკავებს, სანამ არ იქნება იგი აღებული. და მაშინ უკვე გაბატონდება ანტიქრისტე. ეს ტერმინი ძალიან ცნობილია, თვითონ კარლ შმიდტიც იყენებს ამას და ამბობს, რომ კატეხონი ამ შემთხვევაში ამ შემაკავებელი უძიაჟივეში უსულად არის სახელმწიფო როგორც ასეთი, რომელიც აკავებს ქაოსს. ეხლა მართლმადიდებელი ავტორები, წმინდა მამები, ამბობდნენ, რომ ეს იყო მე-4 საუკუნიდან, ეს იყო რომის იმპერია, როგორც იმპერია, რომელიც აკავებდა ქაოსს და ქაოსი ამ შემთხვევაში ანტიქრისტეს, ანუ დემონური ძალები. რა თქმა უნდა, შემდეგ განიცადა ამან ინტერპრეტაცია და ითქვა, რომ ეს იყო რახან რომის იმპერია იყო, მეორე რომი ბიზანტია, ბიზანტიის იმპერატორი, მესამე რომი რუსეთი. რუსეთი არის შემაკავებელი. ეხლა მიდის საუბარი იმაზე, რომ შემაკავებელი იყო რუსეთის მეფე, მაგრამ რახან რუსეთის მეფე აღარ არის, შემაკავებელი არის თვითონ რუსეთის როგორც სახელმწიფო. წარმოიდგინეთ ეხლა. და უკვე ამიგეთ, ანუ რუსეთის მართლმადიდებლური ბრჭყალებში საკრალიზაცია ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს ფსევდოთეოლოგიური არგუმენტებით, როგორც განახეთ, რომ რუსეთი როგორც იმპერია არის შემაკავებული და ეხლა რაზეა საუბარი? რა ნატოსე და ამერიკაზე არის ეს აკავებს და იმასთან უნდა ვიყოთ ყველანაირად მით უმეტეს ერთმოწმული. რა მაინტერესებს, სოფლიო ეკლესია რომ ავიღოთ, გავიხსენოთ 90-იანი წლები, როდესაც საქართველოს იყო სოფლიო ეკლესიის წევრი, ხო? ხო არ მეშლე? ეს არის ეკლესიათა მსოფლიო საბჭო. ეკლესიათა მსოფლიო საბჭო. ეს მართლა რუსეთის პირდაპირ მითითებით გამოვედით იქიდან, აი რა მოხდა მაშინ? აქ უნდა ვთქვათ მაყურებლისთვის, რომ ეკლესიათა მსოფლიო საბჭო უბრალოდ ორგანიზაცია, როგორც ვთქვათ ევროსაბჭო, როგორც ევროსაბჭო გაერო, აქ არ არის ეკლესიოლოგიური, ეს ორგანიზაცია უბრალოდ ადმინისტრაციული, მაგრამ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო გარკვეულად ჩვენ ვიყავით ორ ორგანიზაციაში, როგორც თქვენ თქვით ევროსაბჭოში, ამას ერქვა ევროპის ეკლესიათა კონფერენცია და ეკლესიათა მსოფლიო საბჭო გაერო, მსოფლიო. ჩვენ დავაფიქსირეთ მომენტი, როდესაც საქართველოს პატრიარქი, მიტროპოლიტები, მთავარეპისკოპოსები და ეპისკოპოსები შესხოვენ უფალს მისცეს საქართველოს ერთსულოვნება და გაერთიანოს ერი და ეკლესია. სინოდის ხდომა დაიწყო. ამ დროს დარბაზში მხოლოდ მღვდელმთავრები რჩებიან. ახლა კი რაც შეეხება დაპირისპირებას და მის მიზეზებს. ამ წლის ბრწყინვალე შვიდეულში ბეთანიის შიომღვიმისა და დავით გარეჯის მონასტრებში შეწყვიტეს ევქარისტიული კავშირი საქართველოს ეკლესიის პატრიარქთან. მოგვიანებით მათ შეუერთდა ზარგნის მონასტრის წინამძღვარი. ამ უკიდურესი ნაბიჯის გადადგმა გვაეძულა მართლმადიდებლური რელიგიური გზნობისათვის სრულიად უცხო სულიერი პროცესების დამკვიდრებამ საქართველოს ეკლესიაში. ძირითადად საქმე ეხება ეკლესიის სეკულარიზაციას, რომელიც ხორციელდება ახლებურად ინტერპრეტირებული ეკუმენისტური მოძრაობის მეშვეობით. ნათქვამია ბერების მიმართვაში ღია წერილი პატრიარქს და ღია წერილი საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს, რომელიც დილის გაზეთში დაებეჭდა. აღნიშნული გაცხადების ავტორები ბრალსდებენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას მწვალებლობაში, იმიტომ რომ საქართველოს ეკლესია ისევე როგორც სხვა ავტოკეფალური ეკლესია არის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრი. ეკუმენისტური მოძრაობა ჩაისახა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში პროტესტანტულ სამყაროში. 1962 წლიდან მასში მონაწილეობას იღებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია. ამ მონაწილეობის მთავარ მიზანს წარმოადგენს ერთი: ყველა ადამიანი უნდა გახდეს წევრი ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიისა. ეკლესიის მსოფლიო საბჭო არის არენა, ფორუმი, მიწიერი ორგანიზაცია, სადაც მიმდინარეობს დისკუსია, საღვთისმეტყველო დიალოგი მართლმადიდებლობასა და პროტესტანტულ სამყაროს შორის. ბოლო პერიოდში გაჩნდა აზრი იმის შესახებ, რომ ამ ორგანიზაციამ მიიღოს ეკლესიოლოგიური ხასიათი, რაც გულისხმობს ერთობლივ ლოცვასა და რიტუალის ჩატარებას. ყოველივე ეს მთლიანად ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ ჭეშმარიტებას. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საფუძვლიანად დაგმო ეს მწვალებლობა 1996 წელს წარმოთქმულ სიტყვაში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალური მდივნის მიმართ. 1995 წლის სექტემბერში კი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა გამოთქვა აზრი ეკლესიის მსოფლიო საბჭოსთან ურთიერთობის შესაძლო გაწყვეტის შესახებ. ასე რომ ოპონენტების მთავარი ბრალდება პატრიარქისადმი მეტად უსაფუძვლოდ გამოიყურება. მით უმეტეს რომ საქართველოს მღვდელმთავარს არაერთხელ დაუმტკიცებია სიტყვით და საქმით ერთგულება მართლმადიდებლური მწამსისადმი. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა გუშინ. ორივიდან გამოვედით ჩვენ ანუ იქ კათოლიკებიც იყვნენ. იქ არიან ყველანი. ასე ვთქვათ, მართალია კათოლიკები ადმინისტრაციულად გაერთიანებული არ არიან, მაგრამ მთლიანად თანამშრომლობენ და რაც თავარია ყველა მართლმადიდებელი ეკლესია არის იქ. რუსეთიც? რუსეთიც არის. უი, რას ლაპარაკობ? მარტო გამოვედით ჩვენ და ბულგარეთი. ანუ თქვენ წინა შეკითხვაზე ვცემ პასუხს, რომ ესეთი ერთმორწმუნეობის და პოლიტიკური მართლმადიდებლობის გავლენა რუსეთს აქვს არა მარტო ჩვენზე, არამედ განსაკუთრებით ესეთ ეკლესიებზე, როგორც არის ბულგარეთი, სერბეთი
და ეხლა ასე ვთქვათ მართალი ძალიან მცირე ეკლესია ის, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ დიდი გავლენა აქვს ჩეხეთის და სლოვაკიის მართლმადიდებელ ეკლესიას. ეს რატო გამოვედით? ჩვენ გამოვედით და თქვით რომ ეს არის სატანური ორგანიზაცია. ეს ის შემთხვევა, როცა რუსეთის გავლენის გარეშე მიგვიღია გადაწყვეტილება. არა, ეს მოხდა აბსოლუტურად რუსეთის გავლენით, რუსეთის ინიციატივით, სტიმულით, აი ამ რაც ჩვენ ზემოთ ვილაპარაკეთ ამ იდეოლოგიის გავლენით, მაგრამ მეორე მხრივ რუსეთი და თქვათ რუსეთის საპატრიარქო სერიოზული ორგანიზაცია და იცის რომ თვითონ უნდა იყოს იქ რომ თავისი პოლიტიკა გაატაროს და ასე ვთქვათ მთელი Your Holiness, this is Father Dmitry Sizunenko, who is the Secretary for Inter-Christian Relations in our Department for External Church Relations. Bless me, thank you. Father Anthony is the new Dean of St. Catherine's Church in Rome, and he was the personal secretary of Patriarch Kirill for 4 years. Someday time it will be a great honor for us if you can visit us. Thank you. Father Igor is serving in the same parish. He also arrived recently. He speaks many languages, including Italian. Buongiorno. Mr. Vadim Yakunin is a businessman who helps the church with. Thank you for what you're doing to the church because of his. And Mr. Leonid Sevastyanov, he graduated from Gregoriana University. Filosofia politica. Poi si studiato in America anche a Georgetown. And chiediamo le sue preghiere, Padre. Chiediamo le sue preghiere. He is my close assistant for various financial and administrative issues. You're also clear on financial. Yes. Chiediamo le sue benedizioni, le preghiere. ეხლა აი ცოტა მოგვიანებით მე რომის პაპი ჩამოვიდა საქართველოში. ბევრს ახსოვს როგორი იყო რეაქცია. როგორია ვატიკანთან, რომის ეკლესიასთან რუსული ეკლესიის ურთიერთობა? იქ არ ჩასულა ხო? დღემდე. ესე იგი თვითონ ვატიკანთან რუსული ეკლესიის ურთიერთობა, ასე თქვათ, აქ ყოველთვის ორგვარი მომენტია, თვითონ რუსეთში ძალიან ავიწროებენ იმ პატარა უმცირესობას, რომელსაც რუსი კათოლიკეები ქვია, მაგრამ აი დიპლომატიურ დონეზე, საეკლესიო დიპლომატიურ დონეზე არის ინტენსიური ურთიერთობა, მაღალი იერარქები, მოსკოვის საპატრიარქოსი ჩადიან ვატიკანში. ანუ უფრო კარგი ურთიერთობა ვიდრე საქართველოს და გაცილებით ახლა, იმიტომ რომ იქ ეს უზარმაზარი ეკლესია არის და თვითონ რელიგიურ სამყაროში თითქმის თანასწორ პარტნიორად განიხილავს თვითონ ვატიკანი. ახლა აქ რელიგიური მომენტები არის ნაკლებად, აქ არის საეკლესიო პოლიტიკა. ანუ თქვათ როგორც იტყვიან საეკლესიო თავადები კნიზიათ ცერკვი ერთმანეთს ხვდებიან და თქვათ ასეთ მოლაპარაკებებს ატარებენ, მაგრამ ბოლო პერიოდში აი ამ ესე იგი დღევანდელი პაპის მოსვლასთან ერთად გარკვეული იდეოლოგიური ნაბიჯებიც გადაიდგა, საუბარია იმაზე, რომ ესე იგი მოსკოვის საპატრიარქომ და კათოლიკურმა ეკლესიამ ერთად უნდა დაუბრუნოს ევროპას სული, უნდა დაუბრუნოს ევროპას ზნეობა და ესეთი ანუ მოწონთეს პაპი შედარებით. ესე იგი პირდაპირ რასისტულ განცხადებებს აკეთებდნენ წინა პაპის თაობას. რომ გარდაიცვალა კიდევაც ესეთმა ასე თქვა მეორე რანგით მეორე მესამე ადამიანები მოსკოვის საპატრიარქოში ამბობდნენ, რომ აი გარდაიცვალა ეს პოლონელი, რომელიც იყო გენეტიკურად ჩვენი არ ერიდებოდნენ მედიაში ესეთ საჯარო. და რა მაინტერესებს პატრონობას ჩვენი გარიცემის დრო იწურება 2008 წელი ეს არის რუსეთ-საქართველოს ომი. თქვენი აზრით მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დიდი გავლენა აქვს რუსულ ეკლესიას საქართველოზე,
როგორი ხო ფაქტია რომ რუსულმა ეკლესიამ მაშინ ცალსახად მხარი დაუჭირდა თავის ხელისუფლებას მიუხედავად იმისა რომ აფხაზეთში რაღაც შეიცვალა სიტუაცია. მიუხედავად ამისა, ამის მიუხედავად მაინც საქართველოში რუსული ეკლესიის ერთმორწმუნე რუსის ავტორიტეტი ძალიან დიდია. Слания, война в Южной Осетии – мощная прививка национального самосознания. Такое мнение сегодня высказал митрополит Смоленский и Калининградский Кирилл. Эти трагедии, как ничто другое, помогают русскому народу определить цели и ценности и пробуждают патриотизм. Во время боевых действий представители Русской Православной Церкви находились как на русской, так и на грузинской сторонах. И сегодня могут сказать, что на самом деле произошло на Кавказе. По мнению митрополита Кирилла, недельная война стала настоящей трагедией осетинского народа. Церковь сейчас активно помогает восстановлению и не только материальными средствами. С самого начала мы включились, во-первых, в процесс примирения, потому что хотим мы, не хотим, но мы вместе с грузинами рядом живем. Но кроме того, мы же православные люди. У нас же одна вера, мы единомышленники. Поэтому восстановление отношений с грузинским народом, я не говорю о политическом истеблишменте, я говорю о народе, это дело огромной важности. Во время военного конфликта я каждый день практически имел возможность говорить с грузинским патриархом, и я знаю, что миротворческий потенциал наших церквей не разрушен. Он существует. При всем том, что мы, конечно, остаемся на принципиальных позициях и, может быть, по-разному оцениваем то, что произошло, но такой потенциал существует. Именно за миротворческую деятельность, за сохранение культурного наследия страны и оздоровление общества сегодня митрополиту Смоленскому и Калининградскому Кириллу было присвоено звание почетного доктора Петербургского политехнического университета. В присутствии ректората учебного заведения митрополита облачили в мантию и берет, а также вручили диплом и памятную медаль. როგორ ხსნით ამას? და სწორედ ესე იგი აი აქ არის კიდევ ეს მნიშვნელოვანი მომენტი, როცა თქვენ თქვით, რომ აი რაზედაც ზემოთ ლაპარაკობთ, რომ ეს არის ბოდვა და როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა გაიზარდოს. აი აქ კიდე ერთი მაგალითია ამისი, რომ მოხდა ომი, დაიღვარა სისხლი, მოხდა აგრესია და მიუხედავად ამისა, ოდნავი ზიანიც კი არ მიადგა აი ამ პოლიტიკურ მართლმადიდებლობას და რუსი სასულიერო პირების ავტორიტეტს და რუსეთის პატრიარქის ავტორიტეტს, მაშინ პატრიარქი არ იყო კირილე, მაგრამ გამოირჩევდა განსაკუთრებული პოლიტიკური განცხადებებით ომის პერიოდში. თვით ქართული მედიაც კი ერიდება, რომ აღბეჭდოს ეს. ნუ ხანდახან აკრიტიკებს, თქვა, როდესაც აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ლიდერებს ხვდება და უწოდებს პრეზიდენტებს და ასე შემდეგ, მაგრამ აქ კიდევ იყო მნიშვნელოვანი ფაქტები. ჟურნალისტების ხო ცრუ რწმენებით ცხოვრობენ. მე უფრო ამის მჯერა ვიდრე. ვიცით რა, რომ ამ ერთმოწმუნებას ვინ უკეთებს ლეგიტიმაციას ჩვენთან? ეს არის საპატრიარქო და საპატრიარქო არის უმაღლესი ავტორიტეტის, ანუ თუ კი ისამოს რომ ერთმოწმუნება არის და ეს კარგია, ანუ მისაღები არის მოსახლეობისთვის. Желаем вам, ваше святейшество, всесильной помощи Божией, о вашем первосвятительском служении. И церкви, и стране вашей дальнейшего процветания. В знак нашего глубокого к вам уважения и любви во Христе мы преподносим вашему святейшеству патриарший жезл, который будет помогать вам в несении вашего первосвятительского служения. სამომის პერიოდში მაგალითად ეს ჩვენმა მედიამ არა გააშუქა ეს ფაქტი, მაგრამ საქართველოს ეკლესიამ ივერიის ღვთისმშობლის ხატი მიართვა გენერალ ბორისოვს, იყო ჩვენი ეპისკოპოსების ინტერვიუები, განსაკუთრებით მაგალითად ლატვიურ პრესაში, რომ თურმე გორში იყო არეულობა და მხოლოდ გენერალი ბორისოვი რომ მოვიდა, მაშინ დაალაგდა სიტუაცია და ჩვენ მადლობლები ვართ და ასე შემდეგ და 2008 წლის სექტემბერში და აქ ეს მაგალითი არის რუსეთის გავლენის საერთოდ მართლმადიდებლურ სამყაროზე შედგა კონსტანტინოპოლში, სტამბოლში სინაქსი არის ესეთი პერიოდული შეკრება მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების ან მათი წარმომადგენლების, ამას კრიბავს მსოფლიო პატრიარქი, ეხლა არის ბართლომეოს პირველი. და აი ამ სინაქსზე 2008 წლის სექტემბერია მიიღეს სხვადასხვა დადგენილები და მათ შორის მადლობა გადაუხადეს
რუსეთის ეკლესიას აი ამ კონფლიქტის დროს, ომის დროს მისი საქველმოქმედო საქმიანობისთვის არანაირი თქვათ კრიტიკა, არანაირი ხარდაჭერა და ამას ჩვენმა დელეგაციამაც მოაწერა ხელი და უნდა ითქვას, რომ 2008 წელს, როდესაც ომი მიმდინარეობდა, არც სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებმა არაფერი არ გამოხატეს საჯაროდ, პირიქით ალექსანდრიის პატრიარქი აქ იყო და ისე წავიდა, რომ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, განსხვავებით რომის პაპისაგან, რომელმაც საჯარო განცხადება აქვს. და თქვენი აზრით, თქვენ ხედავთ გარკვეულ საშიშროებას, რომ ეს პოლიტიკური პროცესი გადაიზარდოს რეალურ პოლიტიკაში უკვე? მე პირადად ვხედავ დიდ საშიშროებას, იმიტომ რომ ერთადერთი სოციალური იდეოლოგიური ძალა, მე ვფიქრობ, რომელიც რეალურად არის გაზიარებული გულწრფელად საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანების მიერ საქართველოში არის ეს. თქვათ და არა თქვათ რაღაც ესეთი სხვადასხვა პოლიტიკური პროექტები, რომელსაც ჩვენი მედია თავზე ახდენს. ეს არის თავსმოხვეული და ამას არ იღებენ ადამიანები და სამწუხაროდ აი ეს ასეთი ნეგატიური რამე არის გულწრფელად გაზიარებული და განსაკუთრებით ასევე უკვე წამოიზარდა ის თაობა, რომლებიც პატრიოტმა და მეურწმუნე ბრჭყალებში მასწავლებელმა გაზარდეს სკოლაში და განსაკუთრებით ეს ამას ჩვენ ხედავთ აი ახალგაზრდებში. უნდა დავასრულო ესეთი პესიმისტური თქვენი მოსაზრებით, რას ისავ. ყველაზე ცუდი ალბათ ის არის, რომ ახალგაზრდებზე არის ძალიან დიდი გავლენა. ჩვენ ვაპარაკობთ, რომ არის თაობა, რომელსაც საბჭოთა ეპოქაში არ უცხოვრია და რუსული დაავიწყდა, რუსული არ უსწავლია და რუსული არ იცის. ძალიან ბევრი ესეთი მედასავლეთის პოზიცია ისეთი, რომ ეს არის ძალიან კარგი. მაგრამ სხვაგვარად მაინც ხდება, როგორც ხედავთ, ახალგაზრდა თაობის манипуляცია, ხო? რაც საჭიროა უთარგმნიან, როგორც გითხრათ. კეთილი ბასილ კობახიძე, რელიგიათმცოდნე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ცოტა ხანში ჩვენი გადაცემა გაგრძელდება სხვა შორის რუსი რეჟისორის ფილმით და მას სუბტიტრებით ვნახავთ.